წამება. მძელობის 10 წლის თავზე შაჰი ქეთევანს სთხოვს ხელსა. შეუთვალა უნდილაძეს, რომ შეაცვლევინოს რწმენა. რჯულის თუა არც შემსვლელი, წამებით მოკლეს ის ქალი, გათეთრებული ქართველი წუხდა იმამ ყული ხანი. შეუთვალა ბერდედაკაც, გათათრებას ნუ შეჰბედავ, ნუ აკადრებ ჯერ შენ თავსაც, მისთვის კი სიკვდილად ვხედავ. საკურთხეველისა წინ დგომსა, სიტყვა ჰქონდა მაღალ ღმერთთან, ნივთიერი უნივთოსა, გრძნობ, წამხარ და მინდა შენთან, ხოველივი შეგიქმნია, შენს ხელთან ყველა მხარე, მომიტევე, რაც მიქმნია, დღეს ვტრების წინ დამიპარე, თეიმურას მიეც აზრი, ქვეყნის კეტილად მართვისა, ბრძნული სიტყვა, საქმე მარდი, ქვეყნის ყველა მტრის მარცხისა. დედა ღვთის მშობელს დედა გთხოვ, თეიმურაზის შველასა, მტრის ხელში უძეოთ ამყოფს, თუ გაუმაგრებ კერასა, გაამრავლე ჩვენი ერი, არ დაუშვა მტრისა რისხვა, შეიცნონ ჩვენი და მტერი, მეც მეტი ვითაქ მithქვამს, გაბრიელ მოგმართავ გთხოვნით, ტყავდე სულ ახლოსა შენთან, ყველა წმინდავ, თქვენი ლოცვის დამიფარეთ სულის მტერთან. მიადგა წმინდა ბარძიმს და ეზიარა ქრისტესა, გადაიწერს ჯვარს თავხრით, უკანასკნელად ამ დღესა. სანამ შეხვდებოდა მტერსა, უკვე ნატანჯები იდგა, მისგან ნატანჯ ქართველ ერსა, შაჰმა ზღვა წუხილი მისცა. ელენეს დედოფლის ასულს, ჯერ კიდევ ბავშვს ირთავს ცოლად, სიდედრს ცოლობას თხოვს, აწელს ტყვეობაში მყოფსა. რაცა მტვერა ქვეყანა ხალხი, გაირეკა ტყვეთა, ვისაც წამოჰკრავდა ხელსა, ვისახლებდა კახეთს ჩვენთან. ფახი დაასაჭურისა, თეიმურას კვეთავს ფესვში, ბერი მოსეს წამებითა, მრევლს სტოვებს გარეშე კედლის. მაშინ როცა იგებს ამბავს, შვილიშვილთ საჭურისისას, გაიყვანენ მოხუც ჭარმაგს დანაც კი არ უხსნის პირსა. წვდებოდა ცეცხლის სალი, არც კი შეხედა მოხუცმა, ყველა ქართველი იქარის, შაჰს მათი დასწრება სურდა. საწამებელ იარაღებს აჩვენებენ ჭარმაგ წლიანს, ისერ თვალსაც არ შეავლებს, მაგისთვის არას ცალიან. თვალწინ ედგნენ ყრმა ვაჟები, თავისი სისხლი და ხორცი, თავის კალთას ნაზარდები, ნაწამნი ცალმხრივსა ომში. როგორ აიყვანა ხელში აღუ პირველად, როდის თქვეს, როდის გაიმართნენ წელში, ნელა როგორ იდგამდნენ ფეხს. როგორ მოაწყვეტეს დედას, ჯერ ერთი, მერე მეორე, აშორებენ მამის გვერდსაც, ბებოს, უკვე მტრისას ხოპებს, ვინ უფრო მეტი ეტირა, ალექსანდრე თუ ლევანი, ორივ თავის თავს ერჩივნა, ჩქვაშე შლილიც უკვე გვდარიც. თეიმურაც არ მოიგებს, ღრმების დედას უბედურსა, ჩამკვდარ შეცხვეტილ თავის გენს, ერთს კი განადგურებულსა, მოხვეტეს მკერდი მარცხენა, მარჯვენას ჰქვეტავს შამპური, ვერც კი გრძნობს მის თავს, რა ხდება, შვილიშვილთ დარჩი ჩაფლული, აწამეს ცხელი ბარებით, დაასხეს კაპკაპა წყალი, არ უჩანდა თვალ ნაკვთები, ჩამოაწვეს ცხელი ქვაბი. დუღარე ფიშშიც კი ჩასვეს, გუდრონი მიეკრა ტანსა, ესეს ტანჯეს დააწამეს, მაინც არ იღებდა ხმასა, რომ შემოაფრიძეს, კაბა ხმა, მაშინ ამოუღია, შერცხვენია მოხუც კალსა, თავი ძირს ჩამოუხრია, ხორცები ეკიდა ხაცვებს და დაუდრეს, ჩხილტა ტიცა, ლურსმიან ფიცარს დააქრეს, შუბლს ჩაურჯობენ ცხელ ხიშტსა. დედოფალი აღესრულა, გაბისულ დაჩრილ დამცვარი, არ უჩანდა სახე სრულად, გამხდარა ვითარ ნაწარი. ალბათ ბოდიშკი უხდიდა, იქ მდგარი ქართველი ხალხი, მათთვის ეს სიკვდილს უდრიდა, დაუჩეხეს დედოფალი.